თავი 22. იესო პასუხად კი ისევ იგავით ლაპარაკობდა და ეუბნებოდა მათ. სათასასუფეველი გავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით მოწვეულებს, აჰა, მოვამზადე ჩემი ვახშამი, ჩემი ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა. გააგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტვით უკეთილი და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ დაინახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას: მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა. ვინაიდან მოწვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათფირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ. ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთისგზას და არავის მიჰკერწებ. ვინაიდან არ უყურებ კაცის პიროვნებას. ხოდა გვითხარი ჩვენ. როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარ კი კეისარს, თუ არა? იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: რატომ მცდით თვალთმაგცნო? მიჩვენეთ ხარკის მონეტა. და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა? მათ თქვეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ. მიატოვეს იგი და წავიდნენ. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და კითხეს მას: მოძღვარო, მოსემ თქვა, თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. ჩვენთან 7 ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლით ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ყველა შემდეგ კი ქალიც მოკვდა. ხოდა აღდგომას იმ 7-დან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა. მიუგო იესომ მათ პასუხად: ცდებით, ვინაიდან არც წერილებიცით და არც ღვთის ძალა. ვინაიდან აღდგომისას არც სოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუ თუ არ წაგიკითხავთ, ღვთისაგან თქვენთვის თქმული: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. ხოლო ფარისევლებმა გაიგეს. სადუკეველები გააჩუმაო და ერთად შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა რჯულის მცოდნემ გამოსაცდელად კითხა მას: მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში? ხოლო მან უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზე კიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ კითხა მათ: რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძია იგი? მათ უთხრეს: დავითისა. უთხრა მათ: აბა როგორ გაუწოდებს დავითის სულში მას უფალს, როცა ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი